ჩვენი მომდევნო სიუჟეტის გმირი თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, ვინაიდან ის ჯერჯერობით არასრულწლოვანია, მაგრამ ამას ისიც ემატება, რომ მან ზუსტად არც კი იცის რამდენი წლის არის. არ იცის არც თავისი გვარი, ვინაიდან მას ოჯახი აღარ ჰყავს. ის დედაქალაქში მცხოვრები უპატრონო ბავშვია, სამწუხაროდ მხოლოდ ერთ-ერთი უამრავს შორის. ჩემი თავი მოკნაუნდურა, მამა ჩემს. ხანდახან შიში სამოკნაო, გონი მამა ჩემ მოსდევს. ნინო ქუჩაში ფიზიკური ძალადობის შედეგად მოხდა. გოგონა ყვება, რომ მამა მას და დედას ხშირად სცემდა და მისი მოკლითაც იმუქრებოდა. ნინო იძულებული გახდა, რომ სახლიდან დედასთან ერთად გამოპარულიყო. ასე მოხდა ის გორიდან თბილისში. თავის გატანა მათხოვრობით უწევდათ. სცემდა და ხანდახან მამა ჩემს. სულ დედას სცემდა. და დედას გონა სულ ნაცემი იყო. დედა ჩემს უნდა და ნინა ჩაერტყა. და დედა წამოვარ მერე ქუჩაში მეძინა. იმაში თოვში ქარშიც ხის ქვეშ მეძინა. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ დედა გათხოვდა. ნინოს ამ თემაზე საუბარი არ სურდა, არც იმას ყვება ქუჩაში მარტო როგორ აღმოჩნდა. რთული საცხოვრებელი პირობების გამო ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. არ იცის რამდენი წლის არის და რა გვარია. დახმარებასაც ვერ იღებს, რადგან არანაირი საბუთი არ გააჩნია. ის ნაძალადების რაიონში 4 კვადრატული მეტრის ფართის ოთახში მარტო ცხოვრობს. საცხოვრებელში ყოველთვის 60 ლარის და კომუნალურების გადახდა უწევს. მარტოობის ეშინია, ჩაძინებას მხოლოდ ტელევიზორის ხმაზე ახერხებს, თუმცა მამასთან დაბრუნება მაინც არ უნდა. როცა მინდოდა მამაში მინდოდა ბავშვობიდან, რომ გაეზარდა ჩემთვის. ხოდა წამოვიზარდე და ახლა მინდა მე მამა მათხოვრობდი მე. ასე გავიზარდე. დღეს ნინო ქუჩაში ქაშვეთის ეკლესიასთან ავტოსადგომზე მუშაობს. ამაში ტაძრის სასულიერო პირები დაეხმარნენ. ცხოვრობს ავტომანქანების გაჩერებაში ეხმარება და არსებობას ამ გზით ახერხებს. ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს თითქმის ერთნაირი ისტორია აქვს. მათ ამ პირობებში ცხოვრება მძიმე ეკონომიური მდგომარეობების ან ძალადობის გამო უხდებათ. ქუჩაში ბავშვების უმრავლესობა ოჯახის დასახმარებლად გამოდის და დროის უმეტეს ნაწილს მოწყალების თხოვნაში ატარებენ. ამის გამო სკოლაში სიარულს მათი თანატოლებისგან განსხვავებით ვერ ახერხებენ. შეგროვილი ფული სახში მაქვს, საჭმელს ყიდულობ და რაღაცებს კიდე. ახლობნებმა და იმემა არ იციან. რა ქვია? არა, მცხენია ვერ ვეთქვი. რა დედა ჩემს გამტყუნე. პირს არ შევირცხენ ნათესავებში. ბავშვი მშობელმა დაწვა, ოჯახის წევრმა დაწვა კოვზით იმისთვის, რომ ვერ მიიტანა საკმარისი თანხა. ქუჩაში მცხოვრები დამომუშავე ბავშვების რაოდენობა დღითიდღე იზრდება. მათ სამუშაო გრაფიკი განსაზღვრული არ აქვთ. ისინი არიან ყველგან, ღამით სხვადასხვა დაწესებულებებთან, დღისით მეტროებში, ქუჩაში, მათ შორის ისეთ გზაჯვარედინზე, სადაც მათი უსაფრთხოება დაცული არ არის. საქართველოს კანონმდებლობა არასრულწლოვანი ბავშვების მუშაობას და ქუჩაში მათხოვრობას გრძალავს, თუმცა რეაგირებას ამ ფაქტზე ვერავინ ახდენს. პატრულ ზომების მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ბავშვზე ვინმე ფიზიკურად ძალადობს. მიუსაფარი ბავშვების შრომითი ექსპლუატაციისა და მათი რესოციალიზაციის მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციები მნიშვნელოვან ფაქტორად ბავშვთა სიღარიბის დაძლევას, სოციალური დახმარებების გაზრდასა და ექსპლუატაციის მიმართ კანონმდებლობის გამკაცრებას ასახელებენ. გადახედული იქნას ის სოციალური დახმარების, ფულადი დახმარების პროგრამა, რომელიც ღარიბ ოჯახს ეთილება. აღმოჩნდა, რომ ეს პროგრამა ბავშვები ოჯახებისადმი გრძნობიარე არ არის. ნაკლებად გრძნობიარე და ამიტომ ბავშვების სიღარიბე საქართველოში უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ზოგადი მოსახლეობის. რეფერირების ბრძანებაში ამ კონკრეტული პუნქტის ამოქმედება თავისთავად საშუალებას მისცემს სამართალდამცავ ორგანოებს, რომ დააკვალიფიციროს ეს როგორც იმისი საფუძველი, ფაქტი იმისა, რომ მოხდეს შემაკავებელი ორდერის გაცემა. სახელმწიფო საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად სხვადასხვა პროგრამებზე მუშაობს. ბავშვთა რესოციალიზაციის მიზნით შექმნილია მობილური ჯგუფები. იგეგმება სპეციალური ცენტრების გახსნაც. სერვისები მოიცავს როგორც დღის ცენტრებს, ეს არის ადგილები, სადაც ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან სხვადასხვა საჭიროებებით, საკვებით, სადაც მას თავისუფლად შეეძლებათ მისვლა. არის კრიზისული ღამის ცენტრები, როდესაც შესაძლებელი იქნება, რომ მივიდნენ და გაათენონ ღამე, თუ არა აქვთ ასეთი იმ წუთას. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დაცვის საერთაშორისო დღეს მიუსაფარი ბავშვები განსხვავებულად შეხვდნენ. მობილური ჯგუფის თანამშრომლებმა ისინი ზოოპარკში დაპატიჟეს. მათ დღეს მოწყალების თხოვნა არ მოუწიათ. ცხოველები დაათვალიერეს და შესაძლებლობა მიეცათ ატრაქციონებზე უსასყიდლოდ განუსაზღვრელი დროით დამცხდარიყვნენ.